ფილმი მორჩებ. ტაქს გამოისახა, გამორჩა. ტაქს ზუსტად რომელი საათია? ოღო, უკვე დილის საათია. ტაქს მაშინ კომპიუტერი გამორთოთ. ჩვენი პანჯარა დავკეტოთ რომ არ ციოდეს და ვიღებთ ჩვენს თოხს, ვიღებთ ჩვენს თესლებს და მივიდივართ ფერმების სამუშაოზე. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ ვარ საბა და არ კავშიროსმოსამი და დღეს მეგობრებო, ჩვენ ისე როგორც ტრადიციულად ისევ მივიდივართ ჩვენს ფერმების სამუშაოზე. პრინციპში მეგობრებო, დღეს მე ვაკ გასაკეთებელი მთლიანი ფერმები, რაც კი არის განლაგებული ჩვენ სოფელში და ჟიწელნიკო დღეს არ მჭირდება შენი დახმარება. ძალიან გთხოვ, გადი. ძალიან გთხოვ, მადლობა დიდი, მე შენ გეტყვი. გასაგებია. ოკეი, მეგობრებო, რა ჯიუტები არიან ჩემს საფასში ჟიწელნიკები, როგორც ვერც კი წარმოიდგენთ. Так, ჟიწელი კარგად მოხედეთ ჩემს ფერმაზე. Так, პრინციპში მეგობრებო, დღეს არ მაქვს ისეთი დიდი რაღაც გეგმა რა უნდა გავაკეთო. მე დღეს ვაპირებდი ახლა ფერმების გაკეთებას, მერე ცოტა ხანი უკვე დასვენებას და მერე შესაძლებელია წავალ მეზობელ სოფელში, იქაც შესაძლებელია რამე საქმეები გამიჩნდეს. პრინციპში მეზობელ სოფელში მე წავალ დიდი ხნით არა, გამოისწავალ, მივალ უკვე მეზობელ სოფელში, უკვე გვიანღა. მე ვინაიდან თქვენ იცით რომ თუ რა შორს არის ჩვენი მეზობელი სოფელიც. მივალ გვიანღა მე და ჩამოვალ უკვე სადღაც დილითადრე. Так, მოით მეგობრებო. პრინციპში აქ მთლიანი ფერმა კარტოფილის არ გვინდა. აქ, ну, კაი, პრინციპში მოით კარტოფილი იყოს და ჟიწე. მეგობრებო, კარტოფილი ზუსტად ძალიან კარგია. Так, მეგობრებო, და უკვე ბოლო ფერმა. მე პრინციპში მინდა ცოტა ხანი კიდე კომპიუტერში რამე ფილმს ვუყურებ და მე უკვე გავემგზავრები. Так, მეზობელ სოფელში. Так, მოით მეგობრებო, უფრო კარგია აქედან დავიწყოთ და მე უკვე ასე გავყვეთ. Так. მე ახლა ვფიქრობ, აქ კარტოფილი ხომ არ ჩავსო, თუ დავტოვო ხორბლის თესლები. კაცო, თქვენ ხართ საბა? გამარჯობათ. მეგობრებო, სტოპ, პოსტალიონი. ოღო, სიმართლე გითხრათ, მეგობრებო, ჩვენს სოფელში ძალიან დიდი იშვიათობაა პოსტალიონები და დიახ, გამარჯობათ, მე ვარ. დიახ, თქვენ გადმოგცეთ რაღაც წერილი. საბა, თქვენ ხართ, როგორც მე გავიგე, საბაით შეიძლება აიხეთ. თუ შეიძლება გამომართვით. ოღო, ტაქს, კაი, დიდი მადლობა. Так, თუ შეიძლება აქ ჩემს ფურცელზე თქვენი სახელი მიაწეთ და პრინციპში всё, ეს წერილი თქვენია. დიახ, ახლავე მივაწერ. Так. Ну всё, პრინციპში უკვე მიწერილია. Так, დიდი მადლობა თუ რამეა, დიდი მადლობა. ოღო, მეგობრებო, წარმოიდგინეთ. ისე სიმართლე გითხრათ, ჩვენთან პოსტალიონები ძალიან დიდი იშვიათობაა. იმიტომ მეგობრებო, ყველას აქვს პრინციპში ტელეფონები, რაღაც კომპიუტერები და პოსტალიონები, მეგობრებო, ჩვენ სოფელში ძალიან დიდი იშვიათობაა. Так, მეგობრებო, რაღაც ძალიან დამაინტერესა. ნეტავი ვინ? და რისთვის მომწერა ეს წერილი? ნეტავი საერთოდ მეგობრებო, ძალიან მაინტერესებს ვინ და რისთვის მომწერა ეს წერილი. Так, მოით მეგობრებო, ახლა ეს ყველაფერი ჩავდოთ. სადმე ახლა დავჯდეთ. აი მეგობრებო, პრინციპში მოით კომპიუტერთან. Так, მოით აბა გავხსნათ. Так, მეგობრებო, რაღაც პატარა წერილია. საბა, მე მჭირდება შენი დახმარება. Так, стоп, მეგობრებო, მეტი აქ არაფერი არ წერია? ნუ ხო მეგობრებო, აქ ამ ხელა ბლოკნოტში წერია მხოლოდ საბა, მე მჭირდება შენი დახმარება. Так, ოკეი მეგობრებო. რაღაც მეგობრებო, ვერაფერი ვერ გავიგე. შეიძლება ვიღაც ხუმრობს, შეიძლება ხუმარები არიან. მეგობრებო, კაი, ოკეი. მეგობრებო, რაღაც მთავარი რაღაც წერილია, სადაც წერია რაღაც მთავარი ინფორმაცია და აქ უბრალოდ საბა, მე მჭირდება შენი დახმარება. ვიღაცა ხუმრობს გონი მეგობრებო, მართლა. Так, ოკეი მეგობრებო, როგორც მე პრინციპში ვაპირებდი ჯერ კომპიუტერთან რამდენიმე საათი ვიჩდები რამე ფილმებს ვუყურებ და მე უკვე წავალ გამგზავრები მეზობელ სოფელში. მაგიტომ მეგობრებო, ჯერჯერობით გამორთავ კამერას და შევთავ იმ დროს, როდესაც უკვე ან ფილმი დამთავრდება, ან უკვე დავიწყებ მომზადებას. მეგობრებო, რასაკვირველია, მანამ სანამ მე დავჯდებოდი კომპიუტერთან, მე მხოლოდ ახლა გამახსენდა, რომ მე ჯერჯერობით ჩემი სამუშაო არ დავამთავრე. ну, პრინციპში რამოდენიმე კარტოფილს ავიღებ და всё. ეს პრინციპში უკვე მეყოფა. Так, მოით მეგობრებო, მაგიტომ ახლა გამგზავრე და ის 1-2 ფერმა გავაკეთოთ. მეგობრებო, შეხედეთ უკვე პოსტალიონისთან წავით და ხო, პრინციპში ძალიან ბევრი ის ექნება. იმიტომ სხვა სოფლებში სხვა უნდა გამოიაროს, მაგრამ მეგობრებო, მარტო გეუბნებით ჩვენ სოფელში
ხოდ ერთხელ დავინახე პოსტალიონი ამ 3 თუ 4 წლის განმავლობაში წარმოიდგინეთ. Так, მოით მეგობრებო, აქ ახლა ჩავსვათ ჯანდაბა მეგობრებო, არ მეყო. Ну, პრინციპში მოიცით რა გავაკეთოთ, პრინციპში მთელი ეს ფერმა გავაკეთოთ კარტოფილით და მე მხოლოდ უკვე ჩავსვავ ამ ხორბლის თესლებს. Так, მოით მეგობრებო, გავაკეთოთ აქ ასე კარტოფილი და აქაც მეგობრებო პარემ ჩავსვათ კარტოფილი. ამ თესლების მაგალითად და მე უკვე ოდესაც იქნება ასე ვთქვათ, მექნება უფრო მეტი ხორბლის თესლი, მე უკვე გავაკეთებ ფერმაში თესლებსაც. Так, მეგობრებო და მოით მეგობრებო ეს ფერმაც პარემ გავაკეთოთ. მეგობრებო, სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი რას ნიშნავს ეს წერილი, რომელიც მე მომწერეს ამხელა მეგობრებო, ამხელა ბლაკნოტში მხოლოდ ის 4 სიტყვა რაც ნიშნავს ის საბა, გონი იქ ეწერა საბა მე მჭირდება შენი დახმარებაო. არც კი ვიცი მეგობრებო რას ნიშნავს სიმართლე გითხრათ. Так, მოით მეგობრებო, პრინციპში ახლა წავიდეთ ჩვენ სახლში და უკვე გავაკეთებ იმას, რაც მინდოდა და ზუსტად მეგობრებო დავიждები ახლა კომპიუტერთან რამოდენიმე საათი ვუყურებ ფილმებს და მე უკვე გავგზავნები მეზობელ სოფელში. გურა მაგარი ფილმი ყოფილა, так, აუცილებლად კიდე ერთხელ უნდა ვნახო, так, საერთოდ რომელი საათია? უკვე საღამოს 5 საათია, так, სტოპ. კომპიუტერს მაშინ უნდა გამოვრთო და ჯანდაბა მაშინ გამოის მეზობელ სოფელში ვიქნები ხოლმე ღამის 12-ზე. Ну, არა უშოს პრინციპში. Так, მეგობრებო, პრინციპში უკვე კამერა ჩავარდე იმის გამო, რომ უკვე ვემზადები რომ მეზობელ სოფელში წავიდე და ახლა უნდა ავიღო რაღაცები. პრინციპში მგონი კირას ავიღებ. მეგობრებო, ვიღაცა მგონი დამიკაკუნა. ვიღაცა მგონი, так, სტოპ და პოსტალიონო, გამარჯობა და რა მოხდა? Так, სავა თქვენ კიდევ ერთხი წერილი მოგიოდეთ. ნუ რა არის ესა? ხო, თქვენ და დავდივარ. სიმართლე გითხრათ, მეც უკვე რაღაც ეს მაუწებს. Так, ოკეი, თუ შეიძლება მომეცით წერილი და სადავწევ კიდე ერთხელ მგონი ჩემი სახელი. Так, დიდი მადლობა. მეგობრებო, так, სტოპ ეს რუკა. Так, კაი, მადლობა დიდი. მეგობრებო, რაღაც ისე გითხრათ, სიმართლე რომ გითხრათ, რაღაც უკვე უცნაურობაა. ასე რომ მოდის ეს პოსტალიონი, რომელიც ძალიან დიდი იშვიათობაა და ამდენ წერილებს რომ მიგზავნის. Так, სტოპ. რა წერილია საერთოდ მოიცაბა წავიკითხოთ? საბა. მე ვიცი შენი სახელი. შენ უნდა დამეხმარო მე. ეს ეხება შენს ცხოვრებას. რა ეხება ჩემს ცხოვრებას? Так, სტოპ, ვერ გავიგე. შენ უნდა შეხვიდე ყველაზე პატარა სახლში შენ სოფელში და აიღო მაქედან პოსტა. მაგნიტით შენ დამეხმარები. აი კოორდინატები მოხვალ და ადგილზე გაიგებ რიში უნდა დამეხმარო. Так, სტოპ მეგობრებო, აი ეს უკვე რაღაც არ მომწონს. Так, მეგობრებო, დღეს რაღაც ძალიან ბევრი უცნაურობა მოხდა. ჯერ ეს ერთით ჩემთან მოვიდა პოსტალიონი, რომელიც საერთოდ არასდროს ცხოვრებაში არც კი მინახავს ჩემს სოფელში, იმიტომ მეგობრებო, ადრე მოდიოდა სხვა პოსტალიონი. და ჯერ ეს პოსტალიონი, რომელიც მე საერთოდ არასდროს არ მინახავს ჩვენს სოფელში, მეორეც ერთი ის, რომ ის უკვე რამოდენიმეჯერ მოვიდა ჩემს სოფელში და ასეთ საშინაო წერილებს მიგზავნის, აი მეგობრებო, მეორე წერილიც, სადაც წერია საო მე მჭირდება შენი დახმარება და ეს წერილიც და კოორდინატებიც, ეს რუკა მეგობრებო. სტოპ და რას ის? სტოპ, შენ უნდა შეხვიდე ყველაზე პატარა სახლში შენ სოფელში და აიღო მაქედან პოსტა. მეგობრებო, მე ვიცი რომ პატარა სახლზეც არის. Так, მეგობრებო, რაღაც ეს უკვე არ მომწონს. მეგობრებო, ჩვენი ყველაზე პატარა სახლი ჩვენ სოფელში არის აი ის ზუსტად. Так, მეგობრებო, რაღაც არ მომწონს. Так, ჯერჯერობით მოით დავაკაკუნოთ. ჟიწენიკებო, უკაცრავად, ვინმე არის სახლში? ჟიწენიკებო. Так, მეგობრებო, უკვე გამოიტაბაგავსნო და გაგიჟევა მეგობრებო, რა ხდება? Так, სტოპ მეგობრებო. რა არის ესა? სახლი? პოსტა. მეგობრებო, არც ერთი ჟიწენიკი, მეგობრებო. აქ ცხოვრობს ჟიწენიკი, იასამისფერი მაისური. Так, სტოპ. გაგიჟება მეგობრებო. ნამდვილი. ეს უბრალო ამაზის ხმალი მეგობრებო არ არის. ეს ამაზის ხმალი ერთნახევარჯერ უფრო ძლიერია ვიდრე უბრალო ხმალი. Так, სტოპ. აი კოორდინატები სადაც უნდა მოხვიდე და ადგილზე გაიგებ რითი უნდა დამეხმარო. Так, მეგობრებო, ეს უკვე წესი და შევთო გითხრათ უკვე არ მომწონს.
მეგობრებო, ეს კოორდინატები ვიცი სადაც არის. ეს კოორდინატები აი იქ არის. ტაქს, მეგობრებო, იცით რა, ეს უკვე რაღაც ძალიან არ მომწონს. უნდა გავიგო აუცილებლად ვინ ასეთ წერილებს მიგზავნის, იმიტომ მეგობრებო, მართლა ეს უკვე არანორმალურია. ტაქს. პრინციპში მე სწორად მინდია, იმიტომ მეგობრებო, ეს მართლა უკვე არანორმალურია. ვიღაცა ამ წერილებით უბრალოდ მარშინებს. თან რაც მთავარია, ეს პოსტალიონი, რომელიც არასდროს არ მინახავს, შესაძლებელია არ ვიცი, ყველაფერი აქ მარშინებს. ტაქ, სტოპ, სავანა წავიდე. ტაქ, აჰა, მეგობრებო, გამოის იქეთ. მეგობრებო, სიმართლე გითხრათ, არც კი მინდა რომ წავიდე, მაგრამ მაინც მაინტერესებს იმის გამო, რომ ვიღაცა გამოის მთელი დღის განმავლობაში მიგზავნის ასეთ საშიშ წერილებს. იქ პატარა სახლში გამაგზავნეს, სადაც წესისა და რიგით უნდა იყოს ერთი ჟიწელნიკი, სადაც ტაქ, მეგობრებო, ვიღაცას ხედავდა რაღაც სახლია. რა, მეგობრებო? პოსტალიონი? სერიოზულად? ტაქ, მეგობრებო, მოითაბურგაგიას შევიდეთ. სტოპ. პოსტალიონო, ეს შენ ხარ? და სტოპ, შენ მიწერდი ამ წერილებს ამ ხნის განმავლობაში? კი, საბა, მე გიწერდი ამ წერილებს. მე მჭირდება შეინახორება. მოკლედ, მე საერთოდ არ ვარ პოსტალიონი, როგორც შენ გაიგე. მე მჭირდება შეინახორება ერთ რაღაცაში. შეუდა შეხვიდე ამ სახლში და მოკლა აბსოლუტურად ყველა ჟიწელნიკი, ვინც არის მათ განლაგებული. იმის შემდეგ, რაც ამას გააკეთებ, შენ უკვე იქნები თავისუფალი. კი, პოსტალიონი ვიყავი ადრე, მაგრამ რაღაც აღარ მოწეს ეს პროფესია და გავხდი ნამდვილი მკვლელი. შენ მოგეთ ყველაფერს გაიგებ იმ სახლში, რამდენი ჟიწელნიკიც უნდა მოკლა. შენი და მოკალი ყველა ბოლომდე. იმის შემდეგ, რაც მოკლავ, მიიღებ 16 სუმრუდს შენი მუშაობისთვის და მე კიდე აღარასდროს აღარ მოვალ შენს სოფელში. მინდი იმოქმედე ახლა. გაგიჟება, აი, სიმართლე გითხრა. ტაქს, კაი, უფრო კარგი აქ იდგე და არცად არ წახვიდე, გაიგე? გაგიჟება, მეგობრებო, სტოპ. ჟიწელნიკებო? ტაკ, საბა, სტოპ, საბა, შენ ხარ, ქთო არ მოკლა. ტაქ, სტოპ. ჟიწელნიკებო, აი მეგობრებო, იასამისფერი, ჟიწელნიკი იასამისფერი მაისურით. რა მოხდა? მოგეთ ამ არანორმალურმა თითქოს პოსტალიონი ვარო. მოგვატყუა ყველას. მოგეთ მე გამომაგდო იმ სახლიდან და ჩავსვა აქა. აგრეთვე რაოდენიმე ჟიწელნიკი ჩვენი სოფლიდან გამოიყოლა. და ასე თქვა, რომ დაიბარებს კვლევს, რომელიც მოკლავს, საბა, ქთო არ მოკლა. ტაქს, გასაგებია. ტაქს, მოიცით რა, მე რასაკველი არ მოკლავთ. ერთი იდეა მაქვს. მოგეთ ახლა წავალ ამ ალმასის ხვით, ეს ძალიან მძიმე ალმასის ხმალია. მოგეთ ახლა მოკლავ იმ პოსტალიონს. მისი მოკლა აუცილებელია, იმიტომ ისე არც თქვენ არ გაგიშვებთ, არც მე არ გამიშვებს. ტაქ, მოით მეგობრებო, მე ახლა მოკლავ და მე გაგიხსნით თქვენ ამ კარებებს, კაი? კაი, საბა, დიდი მადლობა. ტაქს, დამეოდეთ აქ აუცილებლად. ტაქ, მეგობრებო, ტაქს და მოით მეგობრებო, გავხსნათ და ანუ გაჩერდი. ჰუხ, მეგობრებო, ტაქს მოვკალი. იეს, პოსტალიონი, ტაქს და აიღე ეს შენი დებილური, ტაქს, ეს წერილები, მე ეს არაფერში არ მჭირდება. ტაქს, ახლა დროზე ახლა გაგითავისუფლებთ, ტაქს. მეგობრებო, თქვენ კი მოდით იმის უყურა ვიდეოს ბოლომდე, აი, მეგობრებო, აი, ვინმე წარმოიგენდა, რომ ამ პოსტას, ამ მთელი ხნის განმავლობაში, ამ პოსტას ეს პოსტალიონი მიგზავნით და მე მაგალითად ვერც კი წარმოვიგენდი. ტაქს, უგო, მადლობა დიდი სიყვარულით ამ ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგესწრებთ და ლაიქეთ, მე კი ახლა წავიდი. ნახვამდის, ტაქ, მოით მეგობრებო, ახლა თქვენ გაგათავისუფლებთ.